გამარჯობა, მე გიორგი ვარ და ამ ვიდეოში გაჩვენებთ Google-ის ბრენდის განათებებს, რომლის შეძენად i+-ში შეგიძლიათ რამოდენიმე ვარიანტი წამოვიღე, რომ მეჩვენებინა თქვენთვის. ეს არის წებოვანი განათებები, ნეონ განათებები, ესეთი ლამპა გვაქვს. კიდევ გვაქვს gaming განათება, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ თქვენი განათებები, ანუ რაც მაგალითად მონიტორზე ხდება, სინქრონიზაცია გაუკეთოს კედელზე და თამაში უფრო საინტერესო გახადოს. კიდევ გვაქვს ერთი ვარიანტი. ესეც slate strip-ია და 3 მეტრიანია, ხო, 3 მეტრიანია. ეხლა თვითონ მათგანს გავხსნი, გაჩვენებთ რა შეუძლია. მოდი პირველი იყოს Google Table Lamp 2, ეს არის მეორე ვერსია ამ ბრენდის და განათების. დაკავშირება შეგიძლიათ როგორც Google Home-თან, ასევე Alexa-სთან და Matter-ის დახმარებით შეგიძლიათ Apple-ის HomeKit-საც დავუკავშიროთ. გავხსნი და ვნახოთ როგორ გამოიყურება. რაც თავარია Google-ის განათებების, ის აქვს, რომ არ წვალს ბევრ ენერგიას, არის ენერგოეფექტური და საოცრად კარგი ხარისხია. ესეთი ინსტრუქცია მოყვება. ქვედა მხარეს აქვს QR კოდი, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ აპლიკაციაში დაკავშირება. თვითონ განათება კი აი ესე გამოიყურება. საკმაოდ მიმზიდველი ვიზუალი აქვს, ზედა მხარეს აქვს კონტროლის ხილაკები. აქედან შეგვიძლია დავუწიოთ და ავუწიოთ განათებას, გავთიშოთ. ასევე მიკროფონიც აქვს და ფერების შეცვლა. მიკროფონი იმისთვის აქვს, რომ მაგალითად შეუძლია სიმღერების ფონზე სხვადასხვა განათებები შეცვალოს. უკანა მხარეს კი უნდა შევაერთოთ კაბელი, რომლის დახმარებითაც ჩავრთავთ. შევაერთეთ უკვე აინდო თავისით. წვანე განათებს თავდაპირველად ალბათ. აქედან შეგვიძლია დავუწიოთ განათებას, ავუწიოთ, ფერები შევცვალოთ. ძალამოწია. კამერაში ახლა რამდენად აღიქმება ვერ გეტყვით, მაგრამ დავაყენებ ისე სეტინგებს, რომ მაქსიმალურად დაინახოთ მისი ფერები. ალბათ ინტერიერს ძალიან მოუხდება. და კაი, ნუ ეს აღარ გვინდა. საკმაოდ კარგი განათება, ვიზუალურად ლამაზად გამოიყურება, ეს ქვედა რაღაც ცოტა ისეთი ფუტურისტული განათება. ესაც კარგი არა თავისი ადაპტერი ყველაფერი მოყვება. ეს კონკრეტული ლამპა ღირს 199 ლარი. დაკავშირება შეგვიძლია როგორც iPhone-ზე, ასევე Android-ზე, Google-ის აპლიკაციაში, Alexa-s აპლიკაციაში და HomeKit-ის დახმარებით შეგვიძლია დავაკავშიროთ კიდევ iPhone-ს. გადავიდეთ შემდეგ განათებაზე. შემდეგ განათება არის Google Neon Rope Lite მეორე ვერსია. ეს არის Neon Lite, ასევე ამ განათების დაკავშირება შეგიძლიათ სამივე წინაზე, რა თქვა, აპლიკაციებთან, ანუ Google Home-თან, Alexa-სთან და Matter-ის დახმარებით HomeKit-თან. ეს კონკრეტული ვერსია არის 3 მეტრიანი. შეგვიძლიათ ნებისმიერი ფორმა მივცეთ და კედელზე გავაკრათ. აი ესეთია განათება. აი ესეთი ადაპტერი აქვს თვითონ განათებას, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია შევცვალოთ ფერები, ან ჩავრთოთ, ან გამორთოთ. უკანა მხარეს კი წებო აქვს, რომელსაც მივაკრავთ სასურველ ადგილას. აი ესეთია ვიზუალურად. ახლა ამის ადაპტერს ვნახავთ. ასევე ამ ვერსიასაც მოყვება ინსტრუქცია. მოყვება ასევე თავისი ადაპტერი, რომელსაც შეუძლებს ჩართვას. და გადამყვანები, უпростоრად ეს არის ფორმის მიმცემი ადაპტერები, რომელსაც ვამაგრებთ კედელზე. აი ამ განათებას ჩავსვავთ და ის დაარეგულირებს თქვენი განათების ფორმას. ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია. ნეონი არა, ლამაზია ძალიან. ეს უკვე სხვადასხვა რეჟიმები აქვს, ფერებს უცვლის, რაც ნამდვილად იდეალურს გახდის თქვენს ოთახს. ამ განათების ფასი არის 199, ძალიან იაფია ამ მოდელისთვის. ზოგადად Google არ არის ბიუჯეტური ბრენდი, საკმაოდ მაღალი ხარისხები აქვს, მაგრამ ამ მოდელისთვის მგონი ზედმეტად კარგი ფასია. შემდეგ განათებები არის წებოვანი, 5 მეტრიანი და 3 მეტრიანი. უბრალოდ ამათ შორის სხვაობა არის, რომ ერთი არის
ზედაპირ დაცული, ანუ როგორ თქვა, პლასტმასი აქვს და სქელი მატერიაა შედარებით. შეუძლია მუსიკასთან კონტროლი, ანუ რა მუსიკაც იქნება და რა რითმებიც, განათებები მაგას აყვება. დაკავშირება სამივე აპლიკაციასთან შეგიძლიათ და ეს არის ჩვეულებრივი განათება. მოდი გავხსნათ ახლა ნახოთ. თავისი ადაპტერი ყველა მოწყობილობას მოყვება. ესეთი სტანდარტული LED სტრიპია. შედარებით თხელია, ნახეთ, თუმცა ეს თხელი არ ნიშნავს იმას, რომ უხარისხოა, საკმაოდ კარგი ხარისხი აქვს. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფრადანათებს შეუძლია განათებებით კონტროლი გააკეთოს და აპლიკაციაში დაკავშირებაც შეგვიძლია. ესეც არის წებოვანი, შეგვიძლია მაგიდას ესე უკნიდან მივაკრათ და ძალიან ლამაზი იქნება. მოდი ესე გვერდით დავდოთ და შემდეგ კი გაჩვენებთ აი ესეთ განათებას. აი ნახეთ ახლა რა სხვაობა ამ ორ ვერსიას შორის. შედარებით სქელია, არ ვიცი ხა ვიდეოში რამდენად ჩანს, მაგრამ შედარებით სქელია. აღსახაროთ ვიდეოში ხა არ იგრძნობა მისი ეფექტი, მაგრამ ძალიან ლამაზად ანათებს. ეს ორი შედარებით ბიუჯეტური განათება, სასურველ ადგილას შეგიძლიათ დაამაგროთ, დააწებოთ და ძალიან მოუხდება ინტერიერს. და გადავიდეთ თავარ განათებაზე, ეს არის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი განათება, Google Gaming Lighting Bars. დაკავშირება შეგვიძლია ასევე აპლიკაციებთან. თავისი მაკონტროლებელი მოყვება, რომელთაც შეგვიძლია გავთიშოთ განათება, ავუწიოთ განათებას, ან შევცვალოთ ფერი. 5-ს ეთყობა, რომ ცოტა დიდი რაღაცა. ნახეთ? ესეთია, ეს შეგვიძლია ვატრიალოთ. მუსიკის რითმის ამყოლია, თავარი მენიუ, განათების კონტროლი და ჩართვის და გამორთვის ღილაკი. სავარაუდოდ არის განათებების ფეხები. ამ კაბელს ვაერთებთ ადაპტერზე, ანუ ეს არის მრგვალი ადაპტერი, რომელსაც შეგვიძლია კონტროლის დამყარება თავად განათებასთან. აი ამაში უნდა შევაერთოთ, ქვედა მხარეს აქვს Type-C კაბელი. ლამაზია, ძალიან ლამაზია, ძალიან. 1 2 3 1 2 3 ხედავთ რაც არის, ძალიან კარგია. მოდი აბა ახლა რამე მელოდია ჩავრთოთ, სიმღერა ჩავრთოთ. ძალიან კარგი განათება. ამ განათების ღირებულება არის 189 ლარი. აი 189 ლარი, ამაში რატომ უნდა დაგენანოს ადამიანს. გათიშვა აქედან შეგვიძლია, ჩართვა აქედან შეგვიძლია. ეხლა ამ განათებებს დავაყენებ ესე ლამაზად და გაჩვენებთ საერთო ვიდეოს თუ როგორ ანათებს ჩემს ოთახში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ განათებების შეძენა შეგიძლიათ i+-ში. გარდა ამ განათებებისა ძალიან ბევრი ვერსიაა, რომლის შეძენაც შეძლებთ და ჩემ ვიდეოში სულ ეს იყო. დროებით.